ფრინველთა მიგრაციის საერთაშორისო დღეს ბათუმის უერთდება. აჭარა მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს წარმოადგენს. წელს ღონისძიებებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ელქორი, ირაო და არწივი. ეხლა ეს ფრინველები აფრიკის კონტინენტიდან ევრაზიის კონტინენტისკენ მიემართებიან. ჩვენ ამ პროცესზე დასაკვირვებლად სოფელ სახალვაშოში ამოვედით. თუმცა არ გაგვიმართლა, არც ისე კარგი ამინდია. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ნისლია და თითქმის არაფერი ჩანს, სანახავი მაინც ბევრია. მტაცებელი ფრინველების მიგრაციას ამ ტერიტორიიდან წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე აკვირდებიან. 11 მაისს მსოფლიოში გადამფრენ ფრინველთა მიგრაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ორგანიზაცია ფრინველთა კონსერვაცია საქართველოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით აჭარას ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. აჭარის რეგიონი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მიგრაციის პროცესისთვის, რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ მიგრაციის პროცესი ესაზღვრება შავი ზღვა, მეორეს მხრივ კასპიის ზღვა, აქედან გამომდინარე ნებისმიერი მიმართულებით მიგრანტი ფრინველი, იქნება ეს აფრიკის კონტინენტიდან ევრაზიის კონტინენტისაკენ, ან ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკის კონტინენტისაკენ, აუცილებლად გაივლის ამ ძაბრისებულ ტერიტორიას. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება აჭარაში ძირითადად სოფელ სახალვაშოდან და ჭოროხის დელტასთან ხდება. გარდა იმისა, რომ პროცესი საინტერესოა, ის ფრინველთა სახეობების პოპულაციას უწყობს ხელს. ფრინველებზე დაკვირვების პროცესში მონაწილეობის სურვილი სპეციალისტებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმაც გამოთქვეს. BRC, ანუ ბათუმი Raptor Count, ეს ორგანიზაცია აწარმოებს ყოველწლიურ დაკვირვებას გადამფრენ ფრინველებზე, მათ დათვლას, აღრიცხვას, სახეობრივ და ასევე ინდივიდთა რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია ფრინველთა კონსერვაციის მხრივ. დღევანდელი დაკვირვება ფრინველებზე წარმოებს ძირითადად ჭოროხის დელტიდან სახალვაშოს ტერიტორიამდე. ეს ადგილები განსაკუთრებულია და გამოირჩევა იმით, რომ აქ ხვდებით მიგრაციის დროს ფრინველებს, რომლებიც ისვენებენ ამ ადგილებზე. აჭარა გადამფრენი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს წარმოადგენს, სადაც ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ფრინველი აღირიცხება. ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლიდან მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე ინტენსიურ მონიტორინგს აწარმოებს. ეს პროცესი 3 თვის განმავლობაში გრძელდება. მიგრაციის სიგანე შავი ზღვის ნაპირიდან 12 კილომეტრს შეადგენს. ფრინველების კონსერვაცია გვეხმარება არ შეიქმნას პრობლემები ადგილზე მათ გამრავლებასთან დაკავშირებით. ფრინველებზე დაკვირვება აჭარის ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტად შეიძლება იქცეს. თვლიან სპეციალისტები. ალექსანდრე რუხაია ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა დაკვირვების წერტილების სათანადოდ მოწყობა და ადგილზე მისასვლელი გზების მოწესრიგება.